გემოთი მარტო აი გემოთი იმდა გაუგებარ გემოებს გრძნობთ ჩვენ აი მაგალითად მე მიხვდება რომ ტკბილია თუ შაქარს ან შაქრის შემცველს შეჭამს მაგალითად მაგრამ აი რისი გემო აქვს მაგას ვერ მიხვდება მაგალითად მარწყვის არომატს ვერ მიხვდება რომ ტკბილია უბრალოდ ხო ახლა მოდი ვთქვათ ყველაზე ხშირად რა იწვევს ყნოსვის პრობლემას, ყველაზე ხშირად იწვევს ვირუსული ინფექციები. უფრო კონკრეტულად COVID-19 ადამიანები ვისაც COVID-19 აქ ქონდა ან გადაიტანა 80% აქ ყნოსვის დაკარგვა ან მნიშვნელოვანი გაუარესება და რას ნიშნავს ახლა ეს COVID-19 თვითონ ვირუსი აზიანებს ეპითელიუმს, რომელიც აუცილებელია ყნოსვის ნერვის მოქმედებისთვის. ანუ დამხმარე ქსოვილს უზიანებს, მოკლედ და შესაბამისად კარგად ვეღარ ესმის ადამიანს სუნები კარგავს ყნოსვას, მაშინაც კი, როცა უკვე ვირუსი აღარა ორგანიზმში, დაახლოებით 4 კვირის განმავლობაში, ზოგჯერ 6 კვირის განმავლობაში და შეიძლება მეტიც. ხო, ადამიანი იტყვის, რომ გრიპი და გაცების დროსაც ხო კარგავს ადამიანი ყნოსვას და მაშინ რა განსხვავება. გრიპი და გაცების დროს ძირითადად ადამიანი ვერ ესმის სუნები იმის გამო, რომ ცხვირში არის შეშუპება, შეგუბება, ლორწოს წარმოქმნა ბევრია, ცხვირიდან ჩამოდის ადამიანს და ფიზიკურად იბლოკება უბრალოდ ის რეცეპტორებამდე ვეღარ აღწევს ეს მოლეკულები. რომ ჰაერში ამოლეკულებისა რომ შეიგრძნოს ადამიანმა ეს არის პრობლემა და იქ ქსოვილის პრობლემა, ქსოვილი ზიანდება, რომელიც პასუხისგებელია იმაზე, რომ ნერვმა სწორად იფუნქციონიროს. ეგ არის ძალიან დიდი განსხვავება, ამიტომ რომ როცა ადამიანს გრიპი ან გაცება აქვს, მალევე გაულის და აღუდგება ყნოსვა და მაგრამ თუ ადამიანს